ქართული ზღაპრის ჯადოსნური სამყარო კვლავ სცენას უბრუნდება. როცა სამყაროს შიში და სასოწარკვეთ აიპყრობს, ყველაზე დიდი ძალა ხშირად ყველაზე პატარა გმირში იმალება. ქართული საბავშვო დრამატურგიის ერთ-ერთი გამორჩეული ზღაპარი, სახელწოდებით ჭინჭრაკა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე კვლავ ცოცხლდება. Am თეატრში უკვე მეორე სპექტაკლს ვაკეთებ. პირველად გავაკეთე ჰანს კრისტიან ანდერსენის კალის ჯარისკაცი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ძალიან მიყვარს ეს თეატრი, ეს დასი და დიდი სურვილი მქონდა რომ დამედგა კიდევ სპექტაკლი და ბატონმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა მოცა ამის საშუალება, ისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი და ერთად გადავწყვიტეთ რომ ქართული ზღაპარი დაგვედგა. ჭინჭრაკა მაინც ძველი ზღაპარია მიუხედავად იმისა რომ არაერთი ინსცენირება გვინახავს სხვადასხვა თეატრში, მათ შორის ამ თეატრშიც კი არც შორეულ წარსულში იყო დადგმული ჭინჭრაკა და ბატონ დიმიტრისაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ გაგა ნახუცრიშვილის ეს პიესა ზღაპარი დაბრუნებული იყო სცენაზე და აქედან გამოდიან, აქედან გაჩნდა იდეა. ქართულ მაყურებელს ჭინჭრაკას არაერთი დადგმა ახსოვს, განსხვავებული რეჟისორული ხელწერითა და სცენური გადაწყვეტებით. თუმცა რეჟისორ იოსებ ბაკურაძისათვის ეს სპექტაკლი სრულიად ახალ და განსაკუთრებულ შემოქმედებით გამოწვევად იქცა. თავგადასავლად, სადაც ქართული ხალხური ზღაპრის თანამედროვე ხედვით გაცოცხლება მისი მთავარი ამოცანა გახდა. თავიდან ამოსავალი წერტილი იყო რომ რადგან ძველი თაობის და ახალი თაობის მსახიობები იყვნენ განაწილებაში, ამიტომ ყველანაირად ვეცადე რომ აგვერია სტილისტიკა, ეს მხატვრული მხარე იქნებოდა თუ აი ეს მიმართულებები რაც კი ხელოვნებაში არსებობს თეატრალურ ხელოვნებაში და მთლიანად გავქცეოდი აი იმ ვერსიებს რაც კი შეიძლება რომ აქამდე ნანახი ჰქონდეთ ბავშვებს. დეკორაცია, განათება თუ ვიზუალური აქცენტი არა მხოლოდ გარემოს ქმნის, არამედ ისინი პერსონაჟების ხასიათს აცოცხლებენ და მაყურებელს პირველივე წამიდან ზღაპრის მონაწილედ აქცევენ. როდესაც ესე იგი შემოთავაზება იყო რომ ჭინჭრაკა უნდა გამეფორმებინა, პირველ რიგში ძალიან დამაინტერესა თვითონ ამ რეჟისორთან მუშაობამ, იმიტომ რომ პირველად შევხვდი და მისი ნამუშევრები ნანახი მოხდა ძალიან მომწონს. და რაც შეეხება თემას თვითონ ჭინჭრაკა მოგეხსენებათ, როგორი ცნობილი ჭინჭრაკა არის დადგმული ქართულ თეატრში და რაღაც სტერეოტიპი არსებობს და აი ჩემ თავს მიმეცი ესეთი დავალება და რეჟისორთანაც რასაკვირველია შევათანხმე რომ დავივიწყოთ ვითომ საერთოდ არ გვინახავს, რაღაც განზოგადოებულად მივუდექი ასე თუ შეიძლება ესე ითქვას. არც ესე შევქმენი ესე დეკორაციები და კოსტიუმები და მე რა მიზანიც მქონდა რომ აი გავლენა არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა ალბათ არის, მაგრამ მაინც მგონია რომ მანდა მაინც არ არის და განსხვავდება. შემოქმედებითი პროცესი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული აღმოჩნდა მსახიობებისთვისაც. სწორედ ამიტომ მათთვის სპექტაკლზე მუშაობა მხოლოდ როლების შექმნა არ ყოფილა, ეს იყო მუდმივი ძიების გზა. სამუშაო პროცესი იყო ძალიან საინტერესო და განსხვავებული, გამომდინარე იქიდან რომ სოსო არის მოძრაობის თეატრის რეჟისორი და რაღაცნაირად პროცესი მიმდინარეობდა ძალიან სინთეზურად. არა მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობებისთვის, არამედ ჩვენთვის ძალიან სიახლე იყო ეს მოძრაობის ელემენტების დამატება სამუშაო პროცესში. შეიძლება თქვა სპექტაკლში იმდენად არ არის ეს ყველაფერი მორგებული, მაგრამ თვითონ უშუალოდ ამ პროცესის დროს სხვადასხვა სავარჯიშოებს გვაკეთებინებ და რაც ჩვენთვის ძალიან სიახლე იყო და რაღაც ახალ-ახალი რაღაცების აღმოჩენის გზა. ეს ზღაპარი ყოველთვის კარგად ნაცნობია. ჩვენ გვახსოვს გენიალური მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი ჭინჭრაკა, სადაც გენიალური ასევე ქართული მსახიობები თამაშობდნენ. თვითონ სპექტაკლი განსაზღვრულია უმცროსი თაობის მაყურებლისთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფროსებიც ძალიან ისიამოვნებენ, რადგან ამ პიესის და ამ ჩვენი სპექტაკლის მიხედვით მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი პარალელი გაავლონ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს შორის. ჩრდილების თეატრის ცოცხალი მუსიკისა და საცირკო ელემენტების სინთეზით ჭინჭრაკასა და მეფის ასული მზიას თავგადასავალი 31 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაცოცხლდება.